საჯაროდ გამოსვლაზე საუბრისას უპირველესად ჩვენ გვახსენდება ხოლმე სპიკერი და ვფიქრობთ იმაზე თუ როგორ უნდა ვისაუბროთ, რანაირად უნდა ჩამოვაყალიბოთ სათქმელი, მაგრამ ამავდროულად თუ მეტად არა ნაკლები მნიშვნელოვანია ამ პროცესში მსმენელის როლი. ჩვენ პირველ რიგში ალბათ უნდა ვიყოთ კარგი მსმენელები, რომ შემდეგ გავხდეთ კიდევ უფრო უკეთესი სპიკერები და საჯარო გამომსვლელები. ძალიან კარგი მაგალითი მოჰყავთ ხოლმე, საჯარო გამოსვლა ეს არისო ერთგვარი კონტრაქტი მსმენელსა და სპიკერს შორის და აი ამ კონტრაქტის დადებით სწორედ ჩანს როგორი თანაბარი უფლებები აქვთ და თანაბრად მნიშვნელოვანია ეს ორი რგოლი ერთმანეთთან. ასევე ბევრი კვლევა გვეუბნება იმას, რომ თუნდაც უნივერსიტეტში აკადემიური მოსწრება იმ სტუდენტებს უფრო მაღალი აქვთ, რომლებიც გამოირჩევიან უფრო კარგი მოსმენის კულტურით, ვიდრე იმ სტუდენტებს, რომლებსაც არ ახასიათებთ ეს უნარი. თუმცა, არავინ გვასწავლის თუ როგორ გავხდეთ უფრო კარგი მსმენელები. აუცილებელია რამდენიმე ფაქტორი გავითვალისწინოთ, როცა ჩვენ ვართ სპიკერები და წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი მსმენელების როლში, როგორ გავიგებდით იმ ჩვენს მთავარ გზავნილებს და იმ ჩვენს საჯარო გამოსვლასა თუ პრეზენტაციას, რომ მოგვესმინა ჩვენ როგორც მსმენელებს. ერთ-ერთი რაც უნდა გვახსოვდეს ასეთ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენ ზუსტად ისე მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, როგორც ყველაზე მარტივად დაიმახსოვრებენ ჩვენი მსმენელები. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ როცა ვესაუბრებით აუდიტორიის წევრებს 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 50% ახსოვთ ინფორმაციის, ხოლო 24 საათის გასვლის შემდეგ მხოლოდ 10% თუ გაახსენდებათ ჩვენი მათთვის ნათქვამი ინფორმაციიდან. სწორედ ამიტომ, როცა უკვე ჩვენ მსმენელების ყურით წარმოვიდგენთ აი ამ ჩვენს მთლიან პრეზენტაციას, ძალიან ცხადად ხვდებით ხოლმე, რა უნდა იყოს ის 10%, ანუ ის მთავარი რა უნდა იყოს, რაც მათ უნდა გავატანოთ, ასე ვთქვათ, რომ ახსოვდეთ. და ის სწორედ მთლიანად ჩვენი პრეზენტაციის სტრუქტურა ამ მასტერკლასის ფარგლებში არაერთხელ ვახსენე, უნდა ავაგოთ აი ამ მთავარ პრინციპზე. რა არის ის ძირითადი, რასაც ჩვენ ვაგებინებთ ჩვენს მსმენელებს, იმიტომ რომ სწორედ მსმენელების ფსიქოლოგია რომ შეისწავლეს, აღმოჩნდა რომ ძალიან მწირია ის ინფორმაცია, რასაც ისინი იღებენ. ტექნოლოგიების განვითარებამ მოსმენის კულტურა შეასუსტა. ბევრი კვლევა გვეუბნება ასევე იმას, რომ ბიზნესის სფეროში დაშვებული შეცდომების დიდი ნაწილი სწორედ მოსმენის დეფიციტით, მოსმენის კულტურის დეფიციტით არის განპირობებული. ჩვენ შეგვიძლია გამოვიმუშაოთ ეს უნარი თუ როგორ უნდა გავხდეთ უკეთესი მსმენელები. თუმცა ჯერ აი ეს პროცესი უნდა გავიაზროთ თუ რას გულისხმობს მოსმენა ინფორმაციის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მოსმენის პროცესი რამდენიმე ქვეკომპონენტს მოიცავს, რისი გაცნობიერებაც ჩვენ გვეხმარება ერთის მხრივ რომ ვიყოთ უკეთესი მსმენელები და მეორეს მხრივ უკეთესი სპიკერები ვიყოთ, იმიტომ რომ კარგად შევდივართ ასე ვთქვათ შინაარსში თუ რას ნიშნავს მოსმენის კულტურა. როცა მოსმენაზე მიდგება საქმე, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მსმენელებს ძალიან ბევრი სტიმული გვაქვს ირგვლივ, საიდანაც ჩვენ უნდა ამოვარჩიოთ ერთი კონკრეტული სტიმული და მას მივაპყროთ ყურადღება. ამრიგად, პირველი ეტაპი ეს არის სტიმულის აღმოჩენა და გადარჩევა. შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი ეს არის ინტერპრეტირება, ანუ გააზრება ამ სტიმულის და გააზრება იმისა, თუ რაში გამოვიყენებ მე ამ ინფორმაციას. ეს კითხვა არის საკვანძო კომუნიკაციის პროცესში, მსმენელისა და სპიკერის ურთიერთქმედების პროცესში, იმიტომ რომ რაში ვიყენებ ამ ინფორმაციას, თუ მე როგორც მსმენელს არ მაქვს გაცნობიერებული, მე ვერ დავიმახსოვრებ იმ 10%-საც კი მიღებული ინფორმაციის. ამრიგად, მივიღე სტიმული, გადავარჩიე, რაში ვიყენებ ვიცი, შესაბამისად ინტერპრეტირებაც გავუკეთე და საბოლოო ჯამში, რადგან მე ვუპასუხე კითხვას, თუ რაში ვიყენებ მე ამ მიღებულ ინფორმაციას, მე შემიძლია ისიც ვთქვა, რომ მომავალში აუცილებლად დავეყრდნობი ან გამოვიყენებ ამ მიღებულ ინფორმაციას. ეს მოდელი ახლა რომ წარმოვიდგინოთ მეორე მხრიდან, ანუ სპიკერის მხრიდან, ჩვენთვის ხდება უაღრესად მნიშვნელოვანი მსმენელის აი ამ მთლიანი პროცესის გააზრება, თუ რა პროცესს გადის ის ინფორმაციის მიღებისას. მე სწორედ იმგვარად საინტერესოდ უნდა მივაწოდო შესაბამისად სტიმული მსმენელს, რომ მან ყველა სხვა გამღიზიანებლიდან ეს ჩემი სტიმული, ეს ჩემი პრეზენტაცია გამოყოს, მე
თავარს უნდა მივაღწიო ამ ჩემი საჯარო გამოსვლით და მასთან კომუნიკაციით, რომ უპასუხოს მან კითხვას, რისთვის იყენებს ის ამ ინფორმაციას და ასევე უნდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ მას ეს წაადგება და ის გარკვეულწილად მომავალში დაეყრდნობა ამ ინფორმაციას. მთლიანად რო განვაზოგადოთ საუბარი, როცა ჩვენ აი ამ საჯარო გამოსვლის ხელოვნებაზე ვსაუბრობთ, როცა ჩვენ სპიკერსა და მსმენელს შორის ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, თავარი მიზანი რა არის? თავარი არის ხოლმე ორი. ეს არის რომ ან ინფორმირება უზრუნველყო და აი ამ ჩემი საჯარო გამოსვლის შემდეგ ვიცოდე რომ ამ მსმენელმა მიიღო ინფორმაცია, ჩემთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ცნობიერების ამაღლებას მოემსახურება ეს ინფორმაცია, ან ქცევა შევაცვლევინო. თქვათ თუ ეს რაღაცა კომერციული ურთიერთობაა, ვაყიდინო პროდუქტი, თუ არჩევნებზე ვლაპარაკობ, წავიდეს და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ხო, ანუ ქცევა შევაცვლევინო. და სწორედ ეს რომ გავაკეთო, მე უნდა გაცნობიერებული მქონდეს მთავარი. რა არის ის ძირითადი კითხვა, რასაც მსმენელი საკუთარ თავს უსვამს, როცა ინფორმაციას აღიქვავს. ეს კითხვა არის, რაში გამომადგება მე ეს ინფორმაცია და ეს რომ მოვატრიალოთ მეორე მხრიდან, ჩვენც სპიკერებმა აი ამ მთავარ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, რომ ესა და ეს ინფორმაცია აი ამ კონკრეტული თვალსაზრისით წაადგებათ მსმენელებს. და აი ამ ჩვენი კონკრეტული მასტერკლასის დასაწყისს რომ დაუბრუნდეთ, კონტრაქტი ვახსენეთ სპიკერსა და მსმენელს შორის და აი ეს კონტრაქტი სწორედ ამას გულისხმობს, რომ ჩვენ ორივემ ვიცოდეთ რა გვინდა ამ ურთიერთობისგან, რას მოელის მსმენელი ჩვენგან, რომ მაქსიმალურად ადეკვატურად მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მას.